ტოქსიკური ურთიერთობები და კარმული ასტროლოგია როგორ მუშაობს ერთად. პირადი რუკა არ მეუბნება 100%-ით სცენარი როგორ იქნება, ხო? ან აქეთ არის ადამიანი, ან იქით არის, ხო? ანუ სადღაც რომელიღაც ზოგჯერ ორივე ერთად ვართ ხოლმე, ზოგჯერ აი ეს აქტიური ნაწილი, დესტრუქციული და მეორე პასიური ნაწილი მსხვერპლის ზოგჯერ თამაშდება ხოლმე, როლებს ვიცვლით ხოლმე, ესეც არის. მოდიან ხოლმე ჩემთან მაგალითად განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომელიც იყვნენ ტოქსიკურ ურთიერთობაში ნარცისთან, ესე რომ ვთქვა, ნარცისული აშლილობის მქონე ადამიანთან და ხშირად რას ვაკვირდებით, რომ საერთოდ არ იცოდა ამ ადამიანმა, რომ ესე დესტრუქციაში იყო, ნუ ხდებოდა, დაშორდა, ვთქვა, დესტრუქციულ ურთიერთობას, მაგრამ ის სახელი, რომ აი ეს შეიძლება ნარცისი იყოს, ეს შეიძლება რაღაც თავისი მეორე კუთხით სოციოპათი შეიძლება იყოს, მესამე შეიძლება იყოს, რა ვიცი, სხვადასხვა აშლილობის, ხო, იქ თეატრალური აშლილობა არის, მაგალითად პიროვნული აშლილობის სხვადასხვა დონე არის, ანუ უკვე გამოხატულად დესტრუქციულ ურთიერთობებში, ხო? და რაც თავარი არ აქვს ხოლმე ინფორმაცია ამაზე თუ რა ურთიერთობებში შევიდეთ. აი მე როგორც ასტროლოგიური გამოცდილებით, როცა პირად რუკაში უყურებ, უკვე ვიცი რა კუთხით არის, თქვა, ნარცისული ველი. ძალიან ხშირი არის ეს პირად ურთიერთობაში ნარცისული ფსიქოტიპების მიზიდვა, კლასიკურად, როდესაც დედის ფუნქცია, ამიტომ გითხარით, რომ კირჩხებთან ყველაზე მეტად ახლოს არის, შავმთა როცა კირჩხებში არის, ამის განვითარების ყველაზე მაღალი ალბათობა შეიძლება იყოს, იმიტომ რომ კირჩხები ზოგადად დედის თემასთან არის, განსაკუთრებით კაცებში ვლინდება ეს ნარცისული ველი, ლილიტი კირჩხიბის შემთხვევაში, ან მთვარე ლილიტის შემთხვევაში, ან ოპოზიციაში, ან მე ხლა ძალიან გამოკვეთილ ძალიან ლილიტზე ზიან რო ვამბობ ხოლმე იმ მდებარეობას, თორე ჩვეულებრივად ახლა ეს რა თქმა უნდა ყველაზე ეს არ ვლინდება, უბრალოდ რაღაცა ცოტა ნორმის ფარგლებში ყველას გვაქვს რაღაც შტრიხი, ხო? იქ ცოტა ესეთი ნარცისულიც, იქ თეატრალურიც, ის ეგოისტურიც რაღაცები გვაქვს ჩვეულებრივ, მაგრამ როცა უკვე პათოლოგიაში გადადის, მე უფრო ამ სცენარზე გელაპარაკებთ, ხო? ნარცისული ტიპაჟის ადამიანებს არ შეუძლიათ სიყვარული, ის ხედავს მხოლოდ ობიექტს, რომელსაც აპროეცირებს დედას და ხან თვითონ არის დედის როლში, დამსჯელის როლში და პარტნიორს აცხოვრებს ბავშვის როლს, ანუ თვითონ რომელიც იყო რაღაცნაირად ცუდ მდგომარეობაში. ხან არის თვითონ ის ბავშვი და დედა უნდა იყოს აი ეს ლამაზი, ძლიერი, ვთქვათ, კარგი, მოსიყვარულე, თბილი, რისგანაც პარტნიორისგან იღებს ამ ენერგიას. რატო იზიდავს ნარცის, ხო, პარტნიორი, ქალი ამ შემთხვევაში, მას უნდა რომ იყოს ერთადერთი და გამორჩეული და ნარცის საერთოდ არ აინტერესებს, ვერც ხედავს ამ ადამიანს, ხო? ძალიან მარტო ჩაანაცვლებს მერე სხვა ადამიანით, გაუფასურებას მოახდენს, ესე რომ ვთქვათ.